მაშა სე მეგობრებო, ჩვენ გადმოვიდაცულთ აქ რომ ვითამაშოთ. ეხლა ილო და ნიკა ისვენებენ, იმიტომ რომ მაინც ჩვენ ორმა მსახიობმა ჩავატაროთ ეს. ჩვენ შორის დარჩეს ეს ამ. ჩვენ შორის დარჩეს. ამ თამაშს ქვია ნერვიული ინტერვიუ. აჰა. ესე იგი, ნუ შენ ხარ რესპონდენტი, მე ინტერვიუერი და ორივე ვართ განერვიულებულები. მარტივი მიზანი. განერვიულებულები ვართ. ხო. რატომ კასმარის ვარ ვართ? არა, აქ მაგას. ხო, ნუ ცხოვრებაა ეგეთი, ხო იცი? დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალე და მოხვედი აქ ჩვენთან და რა ვიცი გადადე შენი დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა. ხო. მადლობა. ვარში ვარ საუგუნოთ. არ გვინდა ეხა ეს ისინი რა სარკაზმი. ძალიან. დავიწყეთ. დიბანა. მზად ხარ? მე მზად ვარ ყოველთვის. გამოვიცნო? ერთი წუთი. როდის გადაწყვიტე მსახიობობა? ძალიან მარტივი კითხვა და არ მინდა ეხა რაღაც გაშლილ გამოშლილები და ჩვეულებრივად შეგიძლია რომ მარტივად. როდის გადაწყვიტე ისა რა ქვია? არ მახსოვს. არ მახსოვს ანუ რა. ანუ რას თავი მახსოვს? სულ მინდა მსახიობობა. რას ქვია არ გახსოვს? აი როდის გადაწყვიტე ეგ რა დღე და რიცხვი არ მახსოვს. აი მაინდა და გადაწყვეტი არა ბიჭო არის მსახიობა ან იმაში გაქვს შიგნით ან არ გაქვს ხო იმაში გაქვს შეიძლება იმაში გაქვს მაგრამ მე ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა ერთი წუთი გავიგეთ რომ ბავშვობიდან დაბადებული არის მსახიობები გილოცავ მე მეგონა რომ როგორც აპრებშია რომ რაღაც მეთევზე შვილი მეთევზე გამოდის მეგონა რომ მე მსახიობი უნდა გამოსულიყავი მაინც ეს ძალიან დალაგებულად ხო და მე საერთოდ ლოგიკური ადამიანი ვარ გილოცავ შემდეგი შეკითხვა საოცნებო თქვენი როლი. არ ვიცი, ხა ვერ გავიგე, ან წესიერი კითხვა მითხარი და რა არ მოწონს ვერ გავიგე ამას. საოცნებო როლი. ეგეთი მე არ ვოცნებო. აქედან დავიწყოს. აუ, რატო? მე არ ვოცნებობ. რატო? იმიტომ რომ მე რეალისტი ვარ. რეალური შენი, ან რა როლი? ფიგარო ძმო. რა ფიგარო, ახან ფიგარო. მე ფიგარო, რა ვერ გავიგე. საოცნებო როლი, ჰამლეტი გევასება, თუ ჭინჭრა. ფიგარო. რა არის ფიგარო? ფიგარო, კაი, ფიგარო. ფიგარო, თამაში მინდოდა, მაგრამ ისე ჩავიდა ეს ცხოვრება, რომ არ მომწეს ეგ როლი. ბავშვობაში თუ წარმოიდგენდი ასეთი პოპულარული რო იქნებოდი, ნუ პოპულარული ხარ. პოპულარული. ასეთი პოპულარული თუ გახდებოდი, თუ წარმოიდგენდი ამას. ვერ წარმოვიდგენდი. რატომ? ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რაშუაში ხა ბავშვობაში მე რას წარმოვიდგენდი, რას არ წარმოვიდგენდი. დაწუნებული ხარ ეგ უნდა მკითხო მე? მე გეკითხები ბავშვობაში შენ რას ფიქრობდი, რაზე ფიქრობდი? როგორ ფიქრობდი? კითხე. შენ ფიქრობდი რომ პოპულარული გახდებოდი? არა. ხოდა არც მე არ ფიქრობდი, ნო. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ძალიან კარგი, მე გილოცავ. ბავშვი ვარ, ფეხბურთის თამაში მიყვარდა, კალათბურთის თამაში მიყვარდა და ასე შემდეგ. ბაბარა, მეს მიყვარდა რა, კალათბურთიც მიყვარდა, ფეხბურთის და მე გამოვედი მსახიობი რა. ველოსიპედზე ვატაობდი დღე და ღამე, ჰა. ეგ იყო კარგი, მუხლები გადაწყვეტილი ქონდა. კი, ბევრჯერ. რას გეუბნებოდი სახში? გეყოფა ესე უნდა დიხარო. დაუჯერებდი? არა. დავდიოდი სულ ესე. მაშინ და ცოტა მანქანა იყო და სულ დავდიოდი ქუჩაში დავდიოდი მანქანებს უსწრებდი ემას. კარგი, არ მინდა, აღარ მაინტერესებს რა. აი ეგეთი ბავშვი ვიყავ ჩვეულებრივად. ჩვენი შეხვედრის უკანასკნელი კითხვა ძალიან გთხოვ. ისე მითხარი რა, ადამიანურად თუ შეიძლება. შენი ბავშვობაში საყვარელი? ხო. საყვარელი არა ბოდიში რა, რა მიწერე. ბავშვობაში საჭმელს რას ეძახდი შენ? საჭმელს? ხო, საჭმელს რას ეძახდი? ფიას თუ ნამუნამუს? ეგეთ რაღაცას მე არ ვიძახდი არასოდეს, მაგრამ და თუ ვიძახდი ის ამავე არ მახსოვს რა. ბიჭო, ფიას იძახდი თუ ნამუნამუს? ფიას და ნამუნამუ არ ვიცი მე რა არის და პუჭუ. მარტოლიო, ბიჭო, მარტივია, ფიას ეძახდი თუ ნამუნამუს არ შეგიძლია რა. მიფასუხო. არ მინდა. არ მინდა. ნუ გინდა. დიმა ბოდიში რა ეს საქმისთვის წვიდებოდა თორე შენ კი არ გიყვირე. არა, ნამუნამოს მას არ ვეძახდი. ნამუნამოს არ ვეძახდი მართლა. არ ვიცი თქვენ ეს თამაში გონიათ თუ არა, მაგრამ ეს თამაში დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ შემდეგ თამაშს შემოგთავაზებთ უკვე ლიდერ ბეთის ოთახში.